მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ 1073 ნომრიდან ამოცანების განხილვას. ოთხკუთხედზე შემოხაზული წრეწირის სამი მომდევნო რკალის გრადუსული ზომები ვიცით. ოთხკუთხედზე შემოხაზული თუ არის წრეწირი, უფრო მარტივი იქნება ჩვენ ახლა დავხაზოთ წრეწირი და მასში ჩავხაზოთ ოთხკუთხედი, ეს იგივე შემოხაზული წრეწირი იქნება, ხო? რაც ასე აღვიხოთ. ასე არის. ну, რა თქმა უნდა, რკალი 4 ნაწილად გაიყოფა და ნახეთ, რაც გვეუბნებიან, სამი მომდევნო რკალის გრადუსული ზომებია. ანუ თვითონ რკალის გრადუსული ზომა აქვს 40, ეგ არის 90, 130 და იპოვეთ ამ ოთხკუთხედის კუთხეები. აი, მოდი დავაწეროთ ასოები A, B, C, D. ახლა პირველ რიგში ადერკალსაც განსაზღვრავდით, ხო? 360 გამოვაკლებდით ამათ ჯამს, 40, 90 და 130. რამდენია? 260 გამოვაკდებოდა 100 გრადუსია, ხო? შეგუშალოს ანგარიში, ანუ ადერკალი იქნებოდა 100 გრადუსი. ახლა თითოეულ მაგალითად აკუთხე რა იქნებოდა? რა არის აკუთხე? ჩახაზული კუთხეა. რას უდრის ჩახაზული კუთხე? ჩახაზული კუთხე უდრის მოჭიმული რკალის ამ რკალსაც ეყრდნობა ის ნახევარს და ნახეთ, აი ამ რკალს არ ეყრდნობა აკუთხე? კი, ამ რკალს ეყრდნობა. ანუ ეს არის BCD რკალია. შესაბამისად, კუთხე A თორი იქნებოდა BCD რკალის ნახევრის და BCD რკალი 90 პლუს 30 130 არ არის? კი. ანუ ამათი ჯამი არის 220 გრადუსი და 110 გრადუსი იქნებოდა კუთხეა. ну შესაბამისად ახლა მოდი მეორე თვისებაც გამოვიყენოთ. როგორი ოთხკუთხედია ეს წრეწირში ჩახაზული? და წრეწირში ჩახაზულ ოთხკუთხედს რა ახასიათებს? მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180 გრადუსის ტოლია. მაშინ თუ კუთხე A არის 110 გრადუსი, კუთხეც რა იქნებოდა? შესაბამისად 180-მდე რაც შეავსებდა, ანუ 70 გრადუსი. ახლა დავფიქრდეთ რას უდრის კუთხე B მაგალითად. აი ეს კუთხე. კუთხე B რა არის? ჩახაზული კუთხე არის სიტოლია, ანუ რა რკალსაც ეყრდნობა მისი ნახევრის. რა რკალს ეყრდნობა? ADC რკალს ეყრდნობა, ხო? ანუ ADC რკალის ნახევარია და შესაბამისად ეს იქნება 100 გრადუს პლუს 130 გრადუსის ნახევარი, ანუ 230-ის ნახევარი არის 115 გრადუსი. ეს იქნებოდა 115 გრადუსი და შესაბამისად მოპირდაპირე კუთხე იქნებოდა 65 გრადუსი, მათი ჯამი 180-ია. მოდი 64 ამოცანაც ვნახოთ. რას ითხოვს? არც ეს უნდა იყოს რამე განსაკუთრებული სირთულე. აქაც წრეწირში ჩახაზული ABCD ოთხკუთხედი. ავიღოთ წრეწირი. ჩავხაზოთ ABCD ოთხკუთხედი. ასე. ასე. ასე და ასე. დავაწეროთ ასოები. A, B, C, D. A, B და C კუთხეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 4, 3, 1. ანუ 4x ეს იქნებოდა A კუთხე, ხო? კუთხეა. კუთხე B იქნებოდა 3x და კუთხე C იქნებოდა x. იპოვეთ ამ ოთხკუთხედის კუთხეები. ნახეთ, ეს არის 4x, ეს 3x და ეს x. რა თქმა უნდა, ახლა D კუთხეზე პირდაპირ ვერაფერს ვამბობთ, ხო? იმიტომ რომ არ ვიცით პროპორციულობის რა ნაწილია. ვერც იმას ვამბობთ 4x, 3x და x ჯამში რა იქნება. თუმცა ჩვენ ხო ვიცით, რომ A და C კუთხე მოპირდაპირე კუთხეებია. და თან წრეწირში ჩახაზული ოთხკუთხედის, ანუ 4x პლუს x იქნებოდა 180 გრადუსი.
5x 180-ია, x უდრის 36 გრადუსს. ნუ შესაბამისად, კუთხე A იქნებოდა 4x36, ანუ 154 და კუთხე C იქნებოდა 36 გრადუსი. და რა იქნებოდა კუთხე B? კუთხე B იქნებოდა 3x36, ანუ 108 გრადუსი. და ეს თუ 108 გრადუსია, შესაბამისად ეს იქნებოდა 72 გრადუსი. ყველა კუთხე ნაპოვნი გვაქვს ახლა, ვთქვათ, ანდაცი აღარ მიწერია, აგერ არის მისი ზომები, ზომები. 65 ამოცანასაც დავაკვირდეთ რა სიტყვებს. ABCD ოთხკუთხედის B და D კუთხეები მართია. მოდი ისე დავხატოთ ახლა, რომ ეს B და D კუთხეები მოპირდაპირე კუთხეებია და გამოდიოდეს მართია, ვთქვათ, ეს არის მართია, ეს B კუთხეა. და იქნებოდა ორი მართი კუთხე გადავაკეთე ერთმანეთით, ხო? ნახეთ რას ვიზნა. სოფიკა ასე და ვთქვათ ასე. და ახლა ეს რომ დავაპატარავთ აქ ჩვენ, თუ დაპატარავთ იმედი ასე დაპატარავდება, ანალოგიურად ესეც ასე დაპატარავდება და ეგ ცოტა რომ გავსართოთ ასე. ცოტა ასე. რა გამოგვივიდა ახლა? ეგ არის მართი კუთხე, ეს B, აგერ არის D კუთხე, ეგეც მართია. ნუ ADC კუთხეზე ინფორმირებული არ ვართ ახლა და მერე გზადაგზა გამოჩნდება. თუმცა უკვე თქვენ უნდა მიეჩვიოთ ამის დანახვას, რომ რადგანაც მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180 გრადუსია, უცხადია ამაზე 4 კუთხედი შემოიხაზება, წრეწირი შემოიხაზება, აუცილებლად. ნუ ეგ რამდენად საჭირო იქნება ახლა წრეწირის შემოხაზვა, ეგ კიდე სხვა თემაა, რამდენად აუცილებელი გარემოება იქნება, მაგრამ ახლა იშვიათად, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი საჭირო არ გამოდგეს. ძალიან იშვიათად ხდება ეგ. კარგი, მოდი შემოვხაზოთ ჩვენ წრეწირი. ცხადია, აქედან გამომდინარეობს, რომ კუთხე A პლუს კუთხე C-ც იქნებოდა 180 გრადუსი. AC დიაგონალი, გავავლოთ AC დიაგონალი. AB გვერდთან 40 გრადუსიან კუთხეს ადგენს. AC დიაგონალი AB გვერდთან, AB-სა აგერ არის. ეს არის 40 გრადუსიანი კუთხე. და AD გვერდთან 30 გრადუსიან კუთხეს ადგენს. კი ბატონო. იპოვეთ უმცირესი კუთხე AC და BD დიაგონალებს შორის. ნუ პირველ რიგში ახლა შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს კუთხე DAC ჩახაზული კუთხეა, ეყრდნობა CD რკავს და რადგანაც ეს 30 გრადუსია, ეს 60 გრადუსი იქნებოდა, ანუ DC რკალი 60 გრადუსი. ანალოგიურად BC რკალი იქნებოდა 80 გრადუსი, ხო, ნუ ეს 80 გრადუსი. აქ იმიტომ რომ ჩახაზული კუთხე 40 გრადუსიანი თუა, მოჭებული რკალი იქნებოდა ორჯერ მეტი და ნუ გავავლოთ ახლა მეორე დიაგონალიც და ჩვენ გვთხოვენ ამ გადაკვეთაში მიღებული კუთხებიდან უმცირესი დავთვალოთ. ნუ ვიპოვოთ ერთ-ერთი და ვის ბლაგვი იყოთ და მე ვის მოსაზღვრე მახვილ კუთხეს ჩავსვამ პასუხში. აი, რას ხედავთ ახლა ჩვენ? რა შეგვიძლია დავინახოთ? აჰა, ეს თუ შეხედეთ ახლა მეგობრებო, თუ BC რკალი, აი ეს BC რკალი 80 გრადუსია, ეგეც ხო BC რკალს ეყრდნობა BDC კუთხე. მაშინ ესეც 40 არ იქნებოდა? ანუ კუთხები AC-ს გავსათ, რა კალსაც ეყრდნობა? კი, იქნებოდა. და
დააკვირდით ახლა მეგობრებო, ეს სამკუთხედი ხო მართკუთხაა. კი, მართკუთხაა. ხო, იმიტომ კუთხე D მართი იყო. მაშინ შესაბამისად, ეს თუ 30 გრადუსი, აი აქ, ეს 60 გრადუსი არ იქნებოდა? კი. და მაშინ აი ამ პატარა სამკუთხედიდან, აი აქ, ეს სწოროსთან მდებარე კუთხე რა გამოვა? რა იქნება ეს კუთხე? 180 გამოაგდება 40-ის და 60-ის ჯამი. ну შესაბამისად ეს გამოდის 80 გრადუსი. ну პრინციპში ზუსტად ეს არის კითხვა, რასაც გვეკითხებიან, იმიტომ რომ ეს თუ 80-ია, მაშინ მისი მოსაზღვრე კუთხე 100 გრადუსი იქნებოდა და ჩვენ გვინდა რომ გადაკვეთაში მიღებული კუთხებიდან უმცირესი მივუთითოთ. იცოდი, მოდი ახლა წავშალოთ და 66-ესაც დავაკვირდეთ. 66. წრეწირში ჩახაზული 4 კუთხიდან 2 არის 125 და 47 და იპოვეთ მცირე კუთხე დანარჩენ 2 კუთხეს შორის. ну, საკმაოდ მარტივი ამოცანაა და წრეწირში თუა 4 კუთხედი ჩახაზული, რაღაცა ასეთი 4 კუთხედია თქვა და ვიცით რომ ასე წრეწირი შემოიხაზება. მაშინ მოპირდაპირე კუთხეების ჯამი რა იქნებოდა? 180 არ იქნებოდა და ერთი კუთხე თუ 125 გრადუსია და მეორე 47. მაშინ ამათი მოპირდაპირე კუთხეები ისე ხო იქნებოდა 180 მინუს 125, ანუ რამდენი გამოდის ეგ 55 და 180 მინუს 47. ანუ 113 გრადუსი. ახლა კითხვა რა არის? იპოვეთ მცირე კუთხე დანარჩენ 2 კუთხეს შორისოდა. ну ცხადი ერთი 55 გრადუსია და მეორე 127 გრადუსი, მათ შორის უმცირესი არის 55 გრადუსი. ამიტომ პასუხად იქნებოდა აი ეს. 67 ნომერი. წრეწირზე შემოხაზული 4 კუთხედის სამი მომდევნო გვერდის სიგრძეებია 12, 22 და 15. ახლა აქაც მეგობრებო, რა უნდა გვახსოვდეს? წრეწირზე შემოხაზული 4 კუთხედის თვისება. ну ახლა აქ ამას დავხატავდით წრეწირს თუ არა განამწყვეტი არ არის, ეს თვისება მუდმივად უნდა გვახსოვდეს. რა თვისება? რომ 4 კუთხეზე შემოხაზული მოპირდაპირე გვერდების ჯამი ერთმანეთის ტოლია. აი მაგალითად ეს თუ A წერო, B წერო, C წერო და D წერო, მაშინ AB-ს პლუს CD აუცილებლად არის BC-ს პლუს AD-ს ტოლი. ამის და ამის ჯამი ტოლია ამის და ამის ჯამის. ახლა აქედან რას ვიღებთ? ნახეთ, ჩვენ ვიცოდით სამი მომდევნო გვერდი იყო 12, 22 და 15. 12, 22 და 15. და გთხოვდნენ მეოთხე გვერდს. ანუ რა გამოვიდოდა? 12 პლუს 15, ტოლი იქნებოდა 22 პლუს x-ის. ну შესაბამისად x-ი გამოვიდოდა 5-ის ტოლი. 68 ამოცანა. წრეწირზე შემოხაზული 4 კუთხედის პერიმეტრია 20. მოდი არ დავხატავ წრეწირს ახლა, ალბათ თქვენს ხვდებით, რომ აქაც მოპირდაპირე გვერდების ჯამის იდეა იქნება გამოსაყენებელი. ну, დავიმახსოვროთ, რომ პერიმეტრი 20-ია. ორი მოპირდაპირე გვერდის სიგრძეები ისე შეეფარდება თმაინც როგორც 3x. ну, ეგ იყოს 3x, ეგ 2x. და იპოვეთ ეს ორი გვერდი. ახლა ნახეთ, მეგობრებო, ამ ორი მოპირდაპირე გვერდის ჯამი ხო 5x-ია. მაშინ დანარჩენი ორი მოპირდაპირე გვერდის ჯამიც ხო 5x იქნებოდა. და მთლიანად პერიმეტრი გამოდის ესე იგი 10x. არა? მოპირდაპირე გვერდების ჯამი, ну, წრეწირზე შემოხაზული 4 კუთხედისთვის არის ერთმანეთის ტოლი და შესაბამისად თუ ერთი წყვილი მოპირდაპირე გვერდების არის
5x, მეორე წყვილიც იქნებოდა 5x. და შესაბამისად აღნიშნული გვერდები ეს გამოვიდოდა 3-ჯერ 2, ანუ 6, ეს გამოვიდოდა 2-ჯერ 2, ანუ 4. 79 ნომერი. წრეწირზე შემოხაზულია ტოლფერდა ტრაპეცია. მე ბატონო და ფერდი 12-ის ტოლია. აბა მოდი ნახოთ. შემოხაზოთ წრეწირი, დავხატოთ წრეწირი და წრეწირზე შემოხაზოთ ტოლფერდა ტრაპეცია. ასე ვთქვათ, დავხაზოთ და და ვიცით რომ ფერდი არის 12, ხო? ანუ ეს 12-ია, ეს 12-ია. A, B, C, D. დიდი ფუძე მცირე ფუძეზე ორჯერ გრძელია. ანუ მცირე ფუძე თუ იქნებოდა A, დიდი ფუძე იქნებოდა 2. იპოვეთ ტრაპეციის ფუძეები. ნუ აქაც ძალიან მარტივია. A-ს პლუს 2-ია, ტოლი არის 12 პლუს 12-ის, ნუ 3 აუდრის 24-ს და აუდრის 8-ს. და შესაბამისად ფუძეები იყო 8 და 16. 70 ნომერი. 70-ში კარგი ნახაზია და მოდი გამოვიყენოთ ახლა ეს ნახაზი. რა ვიცით ამ ამოცანის შესახებ? არის 70-ზე. ABC-დ კვადრატია. ნუ ხედავთ რომ CD და AD გვერდებზე აღებულია შესაბამისად M და N წერტილიდან. ნახეთ, C-მი MD-სთან არის 3 ორთან. ანუ 3x 2x-თან და ანალოგიურად DN-ი NA-სთან. ეგეც არის 3x 2x-თან. ნუ რატო დავტოვე პროპორციულობის იგივე კოეფიციენტი და არ შემოვიტანი ახალი, იმიტომ რომ კვადრატის ერთი და იგივე გვერდია, ანუ რომელი გვერდიც არ უნდა გაყო, ერთი ზომა აქვს ამ გვერდებს და თუ ერთი და იგივე რაღაცას ერთ შემთხვევაში 3-ორთან შეფარდებით ყოფ ნაწილად, მეორე შემთხვევაში 3-ორთან შეფარდებით ყოფ, ანუ ისე 5 ნაწილად 3-3-3-თან ცხადია პროპორციულობის ერთი და ანუ ერთი და იგივე რაღაცას 5-5-ად თუ დაჭრი, რამდენჯერმე სულ ერთი და იგივე პატარა მცირე ზომას მიიღებ, ხო? ერთი ნაწილის ზომას. კარგი. ახლა O წერტილი B და C მონაკვეთების გადაკვეთის წერტილი. კი ბატონო, იყოს რა აქ. აჩვენეთ რომ A, B, O, N 4 კუთხედზე შემოიხაზება წრეწირი, აი ამ 4 კუთხედზე უნდა შემოიხაზებოდეს წრეწირი და იპოვეთ მისი რადიუსი თუ კვადრატის გვერდი A-სტოლი. კარგი. მოდი გავაფერადოთ ახლა ეს ჩვენ გავამუქოთ და დავშტრიხოთ აი ასე. აი ეს 4 კუთხედი. ახლა ეს კუთხე მართია, ხო? ვაჩვენოთ რომ აი ეგ კუთხეც მართი იქნება. დაგვიდით? და ჩვენ პირველ რიგში უნდა ვაჩვენოთ რომ ასე წრეწირი შემოიხაზება და წრეწირი რომ შემოიხაზებოდეს, მოპირდაპირე კუთხეების ჯამი უნდა იყოს 180 გრადუსი და ეს თუ არის 90, მაშინ აი კუთხეო უნდა გამოდიოდეს 90-დან. გამოდის და რატო? ეს თუ ალფა, ანუ ერთკალიანი. ეს ბეტა დავარქვათ ორკალიანი. ანუ აი ამ მართკუთხა სამკუთხედში, აი ამ მართკუთხა სამკუთხედში ცხადია მახვილი კუთხეების ჯამი 90 გრადუსია. და ახლა დააკვირდით რომელ სამკუთხედში იცით? ნახეთ. BCD სამკუთხედი BCD ხომ ტოლია სამკუთხედი
CD ერის. რატომ? იმიტომ მეგობრებო, რომ ეს 5x ხო გამოდის მთელი გვერდი. კი ბატონო. ანუ BC CD სტოლია. 5x 5x-ის. CD D-ი სტოლია. CD არის 3x, D-იც არის 3x. და მართკუთხა სამკუთხედში თუ კათეტები ტოლია, ანუ მათ შორის მდებარე კუთხეები, მართკუთხედი, რა თქმა უნდა, ტოლი აქვს, ეგ სამკუთხედები ტოლია. თუ სამკუთხედები ტოლია, შესაბამის კუთხეების ტოლი იქნება, ანუ ეს ერთკალიანი, ესეც ერთკალიანი, ანუ ალფა იქნებოდა და ესეც ერთკალიანი, ანუ ბეტა იქნება. და დაგვიდით ახლა ალფა პლუს ბეტა ხო 90 იყო მახვილი კუთხეები იყო მართკუთხა სამკუთხედში BC M-ში. მაშინ ამ პატარა სამკუთხედშიც აი აქ იგივე არ მოხდება და ეს მართი კუთხე არ იქნება? კი? მაშინ მისი ვერტიკალური კუთხე აი აქედანაც ესეც ხო მართია. კი. ანუ გამოდის რომ A B O N კი ზე შემოიხაზება წრეწირი, შემოიხაზება წრეწირი. რატომ? იმიტომ რომ მოპირდაპირე კუთხეების ჭამი 180. ახლა დააკვირდით, ჩვენ გვთხოვენ მის რადიუსს და აი რომ გავალოთ ახლა B-ი. აი B-ი ერთგვარი დიამეტრი არ იქნება? იმიტომ რომ ამაზე თუ წრეწირი გვაქვს ასე შემოხაზული, ხო ეს ჩახაზული კუთხე გამოდის, და მართი კუთხეა და ცხადია ეს სამკუთხედი, აი ეს სამკუთხედი აუცილებლად იქნებოდა მართკუთხა სამკუთხედი. და შესაბამისად, აი ეს არის მასე შეხაზული წრეწირის დიამეტრი, ანუ 2 ერის ტოლი იქნება B-ი. ახლა დაახლოებით AB 5x-ი. ხო, კვადრატის გვერდია. AN-ი 2x-ია, ანუ 2 ერის კვადრატი არ უდრის 5x-ის კვადრატს დამატებული 2x-ის კვადრატი. ნუ ეგ არის 25x კვადრატი, 4x კვადრატი, 29x კვადრატი, 2 გამოდის ფესვი 29x-დან და ერი იქნება ფესვი 29 მეორედი x. ახლა რა სიტყვენ? იპოვეთ მისი რადიუსი. აჰა, კი ბატონო, ასე. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, აქ x-ი რა არის? კვადრატის გვერდი თუ არის a, ანუ ეს თუ a სტოლია, x-ი ხო გამოდის a მეხუთედი. ანუ მაშინ დააკვირდით ერი ტოლი იქნებოდა ფესვი 25-ჯერ. 25 მეორეჯერ 9 მეხუთედის. ხო, ცოტა უცნაური რიცხვი მივიხეთ. ანუ პასუხი არის 9 კი არა აქ. ა მეხუთედი. ფესვი 29 შეფარდებული 10-თან. ასეთ რაღაცას მივიხეთით. კარგი, გავაგზავნოთ აბა ჩვენ საუბარი 71 ნომერზე გადავიდეთ ახლა. რომბის გვერდია 10, მახვილი კუთხეა 30 და იპოვეთ ჩახაზული წრის ფართობი. ანუ ჯერ მოდი დავხატოთ წრეწირით და შევეცადოთ ახლა მასზე შემოვხაზოთ რომბი. დაახლოებით ეს გავს ახლა რომბს. შეგვიძლია ეს პატარებია. ნუ, ავიჩიოთ. ესე რომბის გვერდი არის 10. კაი, ეგ რომბია. მახვილი კუთხე 30 გრადუსი. იპოვეთ ჩახაზული წრის ფართობი, ხო? ეს წრის. ახლა რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც პარალელოგრამი, რომბი, ტრაპეცია შემოხაზული წრეწირზე, მაშინ ეს სიმაღლე რომ დაუშვათ, აი ეს გამოდის
წრის დიამეტრის ტოლი. სიმაღლე რო გავუყუროთ უბრალოდ რა, მეტი არაფერი. და ეგ მარტივი საჩვენებელია. და ეგ ახლა დააკვირდით, ეს ხო ორი პატარა ხო შემთხვევაში. აქედანაც რომ დაგეშვათ სიმაღლე, იგივე არ იქნებოდა? კი. და გვერდი თუ 10-ია. 30 გრადუსიან კუთხის ოპიტაპირე კათეტი 5 არ იქნებოდა? კი. ანუ ერთი უდრის ნულს. და ერი იქნებოდა 5-ის ტოლი. 5 მეორედის ტოლი ბოდიში. რას გთხოვენ? იპოვეთ წრეწირის ჩახაზული, ანუ ჩახაზული წრეწირის ფართობი. ეს იქნებოდა π r კვადრატი, ანუ π ჯერ 5 მეორედის კვადრატი, ესე იგი 25 მეოთხედი π გამოვიდოდა პასუხი. ნუ ეგ არის იგივე 6.1 მეოთხედი π. კარგი, 72-ზე გავამახვილოთ ახლა ყურადღება. მართკუთხა ტრაპეციაში ჩახაზული არის წრეწირი. ავიღოთ წრეწირი და მოდი ახლა მასზე შემოვხაზოთ მართკუთხა ტრაპეცია. ოპა. ესე შემოვხაზოთ. დაახლოებით ასეთი სიტუაცია გვექნებოდა. ახლა რა ამბებია ჩვენთან. მოდი მონიშნოთ მათ ჩეხების წერტილები, ან მართკუთხა ტრაპეცია. წრეწირს ცოტა დავაპატარებთ, თორე წავშნოთ ამოჩნდა. ესე მართკუთხა ტრაპეციაში ჩახაზულია 10 სანტიმეტრი რადიუსის წრეწირი, ანუ ერი 10-ია. იპოვეთ ტრაპეციის შუა მონაკვეთი. თუ ტრაპეციის მახვილი კუთხე 30 გრადუსი, ანუ მეტი არაფერი არ აქვს მოცემული და უნდა ვიპოვოთ შუა ხაზი. საინტერესოა. რა თქმა უნდა, შენ უნდა დაიწყო აწყობა სიტუაციის. აი, პირველ რიგში რა უნდა გაგახსენდეს ახლა თან რადიუსი გაქვს მოცემული, რომ აი თუ შენ სიმაღლეს დაუშვებდი, აი აქ ხო? თავისთავად ეს 30 გრადუსი ეკუთვნის მოპირდაპირე გვერდი იქნებოდა ჰიპოტენუზის ნახევარი, ხო? მაგრამ ჰიპოტენუზა ესეც ხო რადიუსი, ესეც ხო რადიუსი. და ეს რა გამოდის იგივე? ორი ერი არ გამოდის? ანუ იგივე 20 არ გამოდის? ანუ ეს გვერდი 20-ია. ხო? თუ ტოლი იქნებოდა სიმაღლის. და დააკვირდით ახლა, ხო, ჩავწეროთ, რაც ხალხი გამოვიდაოთ 10-ში უდრის 2-ს და ესე იგი 2-ჯერ 10 უდრის, ანუ 20. რაც ეს 20 იქნება. მაგრამ დააკვირდით ახლა ამ სამკუთხედში, ორი ერი ხო გამოდის 30 გრადუსი ეკუთხის მოპირდაპირე კათედი და შესაბამისად ჰიპოტენუზის ნახევარი ხო იქნებოდა და ჰიპოტენუზა იქნებოდა 40. ანუ რა ვიცით ამ შემთხვევაში ფერდები ხო ვიცით 20 და 40-ია, მაგრამ მეგობრებო, არ დაგავსყოთ კიდევ ერთხელ. ეს არის წრეწირზე შემოხაზული ოთხკუთხედის სიტუაცია, ხო, ეს მართკუთხედი და წრეწირზე თუ შემოიხაზება ოთხკუთხედი მოპირდაპირე გვერდების ჭაბრის ტოლია. ერთმანეთის ტოლი არ გამოდის, ანუ a + b-ს ნახევარი შესაბამისად იქნებოდა 30. ჩვენ შუა ხაზს ვთხოვდნენ აქ და პასუხიც უნდა დაგვეწერა აი ეს. ანუ მივხვდით ხო, ფერდები რადგან იყო 20 და 40, ანუ მათი ჯამი 60, რა თქმა უნდა, ფუძეების ჯამიც იქნებოდა 60 და შუა ხაზი ხომ არის ფუძეების ჯამის ნახევარი. კარგი, 73-ს დავაკვირდეთ ახლა.
რა გვჭირდება 73-ში. აა ტრაპეციაში ჩახაზული წრეწირის რადიუსია 6 სანტიმეტრი. ტრაპეციაში ჩახაზული წრეწირის რადიუსი. ხოლო ფერდების ჯამია 30. აი, ნუ მეგობრებო, ახლა ავიღოთ რაღაც. უნდა გახსოვდეთ, რომ წრეწირში თუ იხაზება ტრაპეცია, ყველა ვარიანტში არის ტოლფერდა აუცილებლად. მაგრამ იგივეს ვერ იტყვით, თუ ტრაპეცია შემოხაზულია წრეწირზე. სულებითაც არ არის საჭირო ის ტოლფერდა იყოს საერთოდ. ასე. ნუ მოცემულია ტრაპეცია და რადიუსი თუ ჩახაზული წრეწირის რადიუსი არის 6 სტოლი, ფაქტობრივად რა გწოდნია შენ ხო გწოდნია სიმაღლე, ხო? აი ამის სიმაღლე გწოდნია. ფერდების ჯამი არის 30. აი, ანუ მოდი აქ დავწეროთ, აქედან გამომდინარე, ტრაპეციის სიმაღლე იქნებოდა 12. დროს 6-ია, ეს 6, ანუ 12 იქნებოდა. ფერდების ჯამი არის 30. მოდი ფერდებს დავარქვათ C და D და ფერდების ჯამი თუ იცი რომ 30-ია, ანუ C + D არის 30, არ დაგავსეთ რომ კი არის მასში ჩახაზული წრეწირი, ანუ თავად ეს ტრაპეცია ხო გამოდის შემოხაზული წრეწირზე, ანუ მაშინ მოპირდაპირე ფერდების ჯამი ერთმანეთის ტოლი, ამიტომ ფუძეები თუ არის A და B, გამოდის რომ A + B-ც იქნებოდა 30. მაშასადამე ფართობით თუ გვინდა ახლა ჩვენ ტრაპეციის გამოვხატოთ, რა გამოვა? A + B შეფარდებული 2-თან გამრავლებული R-ზე, ანუ 30-ის ნახევარი გამრავლებული 12-ზე. ნუ ეს გამოვიდოდა 180. 74. მართკუთხა ტრაპეციაში ჩახაზული 9 სანტიმეტრი რადიუსიანი წრეწირი, ხო? ნუ ავიღოთ წრეწირი ასე ჩავხაზოთ მართკუთხა ტრაპეციაშია, ხო? ასე დავხატოთ, აი ასე მართკუთხა ტრაპეცია ჩახაზული წრეწირის რადიუსი ვიცით არის 9 სტოლი. იპოვეთ ტრაპეციის მახვილი კუთხე, მოდი ალფა იყოს ეს ტრაპეციის მახვილი კუთხე. თუ ტრაპეციის შუა მონაკვეთი არის 27. მოდი აღნიშნოთ A და B ფუძეები და ანუ ჩვენ ვიცით რომ A + B-ს ნახევარი არის 27. ნუ რა ვიცით ახლა აქედან მეგობრებო? რა გამოდის? რადგანაც ფაქტობრივად ჩვენ სიმაღლე ვიცით 18 იქნება, ხო? იმიტომ რომ 2 ერის ტოლია სიმაღლე. ანუ აქედან სიმაღლე არის 18 სტოლი. აკეთებს რა უნდა ალფას პოვნა უნდა, ხო? ასე. მაშინ ფაქტობრივად ეს რადგანაც ტოლფერდა მართკუთხა, ბოდიში მართკუთხა ტრაპეცია, სიმაღლის ტოლი იქნებოდა 1 ფერდი. და მეორე ფერდი, აი C-ი რომ აღნიშნოთ, A + B ხომ უდრის C + 18-ს, არა? და A + B აქედან არ გამოდის 54, ხო? ანუ მაშინ ეს თუ 54-ია, მეც რა გამოვიდოდა 54-ს გამოკლებული 18, ანუ გამოვიდოდა 36 სტოლი. ახლა დააკვირდით, დავუშვათ აი ამ ლაგო კუთხის სწოროდან სიმაღლე და განვიხილოთ ეს სამკუთხედი. ცხადია ეს კათეტი 18-ია, ჰიპოტენუზა გავიგეთ აგერ ჩვენ რომ არის 36. მაშინ სინუსი ალფასი რა იქნებოდა? ნუ ეგ იქნებოდა, პრინციპში სინუსი რა თქვია, დავაკვირდეთ, მართკუთხა სამკუთხედია და პირდაპირ კათეტი 18-ია, ხოლო ჰიპოტენუზა 36, ანუ ამ კათეტის მოპირდაპირე კუთხე იქნებოდა 30 გრადუსის ტოლი. 75 ამოცანა. 75.
წრეწირზე შემოხაზული მართკუთხა ტრაპეციის მახვილი კუთხეა 60 გრადუსი. ანუ პრინციპში დავაბრუნოთ აი ეს ნახაზი. ნორმალური ნახაზია. ასე და 75 ნომერზე ვართ. მახვილი კუთხე არის 60 გრადუსი. აი ეს 60 გრადუსია. და ვიცით რომ მანძილი წრეწირის ცენტრიდან ტრაპეციის ბლაგვი კუთხის წვერომდე, ანუ ცენტრიდან ბლაგვი კუთხის წვერომდე. აი, იმდენად უშნური წვი ახლა ეს მოდი ამას დავარქვე 100-ს მე აპატარას და აი აპატარა ჩვენ ვიცით რომ არის 10 ჯერ 2 მინუს ფესვის 3. აი ესეთი ამბავია. თხოვენ ტრაპეციის პერიმეტრს, ხო? პერიმეტრი ტრაპეციის. ნუ პერიმეტრი არის 4-ვე გვერდის ჯამი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ წრეწირზე შემოხაზული ტრაპეცია გაქვთ. ანუ სულ ერთია რომელი ორი მოპირდაპირე გვერდის ჯამი გეცვენებათ ფუძეების თუ ფერდების მეგობრებო, ხო? პერიმეტრს მაინც იპოვით. ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ხო, აი დაგვირდით ეს თუ 60-ია, მოდი აი დეწვეროსთან მდებარე კუთხე ცხადია, ცეწვეროსთან მდებარე კუთხე ხო იქნებოდა 180 - 60, ხო, ანუ ეს შიგაც სამხრეთ მდებარე კუთხეები არ გამოდის? ხო, აი ეს და ეს. კი, გამოდის. შესაბამისად, კუთხეც იქნებოდა 120 გრადუსი და ეს ხო ბისექტრისაა. რატო? იმიტომ რომ კუთხეში ჩახაზული გამოდის ფაქტობრივად წრეწირი და შესაბამისად კუთხეში ჩახაზული წრეწირი ცენტრი მდებარეობს ბისექტრისაზე. ანუ გამოდის რომ 120 თუ გაყოფთ, ესეც 60 იქნებოდა და აქეთაც 60 გრადუსი გამოვიდოდა. და თუ თქვენ ახლა ამას შეერთებთ აქ, ეგ ხო პატარა წრეწირის რადიუსია. კი? და რისი თქვა შეგიძლია, ანუ გაქვს მართკუთხა სამკუთხედი, აი ასე, სადაც ეს 60 გრადუსიანია, ეს არის R პატარა, ეს არის A და აი 10 რომ გამოსახო ახლა ყველაფერი და გვინდა მე R პატარას თქმა 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი იქნებოდა 1/2-ია, ხოლო 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი ფესვის 3 ჯერ დიდი იქნებოდა ამ 1/2 დაზეა რა. ანუ ფესვის 3/2 აიქნებოდა. შესაბამისად ახლა მეგობრებო, ამას აქ ქვემოთ რომ ჩამოაგრძელებდი, ეს თუ არის ფესვის 3/2A, ქვემოთაც ესეც იქნებოდა ფესვის 3/2A და ეს გვერდი არ გამოვიდოდა ორჯერ, ანუ ამათი ჯამი, ესე იგი ფესვის 3A სტოლი იქნებოდა. კარგი. ახლა დააკვირდით, აი აქედან რომ ჩამოვშვათ სიმაღლე და განვიხილოთ აი ეს სამკუთხედი, აგერა ცალკე რომ გადმოვიდაოთ ახლა ეგ სამკუთხედი. ეს თუ 60 გრადუსიანი კუთხე, ეს 30-იანია, კი ბატონო. და ეს ხო ფესვის 3 არის და 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი ფესვის 3 ჯერ დიდი ხო არის 30-ის მოპირდაპირეზე. ანუ ეს რა იქნებოდა? და მაშინ ჰიპოტენუზა, ანუ CD იქნებოდა იგივე 2-ია. იმიტომ რომ ორჯერ დიდი უნდა ყოფილიყო 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტზე, ანუ ეგ 2 არის. ანუ რა გამოვიდოდა პერიმეტრი? ტრაპეციის პერიმეტრი გამოვიდოდა ორჯერ ფესვის 3A პლუს 2A. რატო? იმიტომ რომ მოპირდაპირე გვერდების ჯამი, თუ ვიცით ჩვენ ფერდების ჯამი ამ შემთხვევაში, ფუძეების ჯამიც იგივე არ იქნებოდა, წრეწირზეა შემოხაზული ტრაპეცია და გავაურკეცე რომ მთელი პერიმეტრი გამომისახა. ნუ 100 თუ გავიტანით აქ ჩხილებს გარეთ, ასე ფესვის 3 პლუს 2. მაშინ შევძლებდით უკვე აქ ჩაგვესვა, ეს იქნებოდა 2 ჯერ 10 ჯერ 2 მინუს ფესვის 3 და ეს გამრავლდებოდა ფესვის 3-ს, აი ეს შევიტანე ახლა ხო, პლუს 2-ზე. ნუ აქ შეუღლებულების დამრავლი გვაქვს, გვექნება 2 ჯერ 10 ჯერ 2-ის კვადრატს მინუს ფესვის 3-ის კვადრატი და ნუ ეს ერთიანია და 2 ჯერ 10 იქნებოდა 20. კარგი.
კარგი, მოდი ვიკმაროთ აქ 75-ზე დროებით გავჩერდეთ და 76-დან გავაგზავნოთ შემდეგ ამოცანების განხილვა. ხო, ერთი შევამოწმოთ, რომ 75-ში მართლაც 20 არის თუ არა? კი, 20-ია. კარგი. მოდი 76-დან დაგიბრუნდებით ამოცანების განხილვით.